ექვთიმე ღვთისკაცი, ასე ქვია ბიოგრაფიულ კინოსურათს, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა, მთავარ როლს კი გერმანიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია, მის დასასრულებლად კი ფინანსებია საჭირო. აქ ამ ლამაზ რესტორანში გადავიღეთ ჩვენი ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენა, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი და ფრანგი განგსტერი და კოლექციონერი ჟან-პიერი ხვდებიან ერთმანეთს. უნიკალურ ქართულ საგანძურს, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მუზეუმი, კერძო კოლექციონერი, პოლიტიკური ძალა თუ ყაჩაღი ცდილობდა, 27 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მცველი ჰყავდა. ექვთიმე, სახელი, რომლის ხსენების შემთხვევაში გვარის დაკონკრეტება საჭირო აღარ არის. ამიტომ ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ ბიოგრაფიულ ნამუშევარსაც სწორედ ასე ქვია, ექვთიმე ღვთისკაცი. მთავარ როლს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად კინოსურათი ბევრ ისტორიულ პერსონაჟსაც აცოცხლებს. გაიცანი, ეს ქართველი პოეტი გალაქტიონ ტაბიძია. ფილმი ექვთიმე ღვთისკაცი იწყება აი ამ ტექსტით, რომელიც არის ქართული კულტურის შესახებ და რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა წარმოსგო პარიზში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს 1936 წელს. ბატონებო გაიცანით, ჩემი მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი. ისტორია იმისა, თუ როგორ შეძლო ემიგრანტმა ეროვნული საგანძურის დაცვა და როგორ იქცა ის სამშობლოს უანგარო მსახურად. განძის ისტორიის გარდა ფილმი ექვთიმესა და ნინო პალტარაცკაიას სიყვარულზეც გვიამბობს. ნინო ძალიან მიყვარხარ. ბატონი ექვთიმეს სახელი ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და მისი ღვაწლი ჩვენს ქართულ ისტორიაში და საერთოდ მისი კვალი ჩვენს ისტორიაში. დავალებული მაქვს ემიგრაციაში ამ განძის მოვლა. ფილმის 80 წუთი უკვე გადაღებულია. დარჩენილია მხოლოდ 35 წუთიანი მონაკვეთი, რომლის დასასრულებლად შემოქმედებით ჯგუფს ფინანსები არ აქვს. ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჩვენი აქტივობით შემდგომ ვიქნებით ბედნიერები, რომ თუნდაც 1 ლარი შევიტანეთ ფილმის ანგარიშზე და მხარი დაუჭირეთ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების გაცოცხლებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანების, მეგობრების, კომპანიების ეხმარებიან, მაინც ეს პრობლემა დღეს არსებობს და მაგრამ დიდი იმედია, რომ ეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტი აუცილებლად იქნება მიყვანილი ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ ფილმი საბოლოო სახეს მიიღებს, ქართველი მაყურებლის გარდა მას საერთაშორისო აუდიტორიაც იხილავს. ექვთიმე ღვთისკაცი ეკრანზე გაცოცხლებული გმირული ისტორია კი ქართულ საგანძურად იქცევა.